და მრავალს და ეს არის თითოეული თქვენთაგანი და სრულიად საქართველო. გაიხარეთ და გახარებულები ყოფილიყავით ღვთისაგან და სიყვარულით ახსავსე რულები გქონოდეთ. იცით რომ ეს არის თომას კვირას დღეს ავიკითხეთ სახარება, სადაც იყო, როდესაც მაცხოვარი თავისი აღდგომის შემდეგ ეჩვენება თავის მოწაფეებს და მივა იქ, იცით რომ 11 მოწაფეღა დარჩება რა იმ პერიოდში, იმიტომ რომ დამკვიდრებელი უკვე აღარ არის იქ 11 არიან, მაგრამ 11-დან ერთი თომა იქ არ არის და მივა და მშვიდობას უსურვებს, ანუ მშვიდობა ძალიან დიდი რამეა. მაცხოვრის ბაგებიდან რა გვესურს ხოლმე, ხო? მშვიდობა თქვენთანა, მშვიდობა თქვენთანა, მშვიდობა თქვენთანა არის სახარება გვეუბნება. სამჯერ ამბობთ და ასევე არის ხოლმე იყარებოდეთ ურთიერთას, ხო? იყარებოდეთ ურთიერთას, იყარებოდეთ ურთიერთას, იმიტომ რომ სულიერი სიმშვიდე და შინაგანი სიმშვიდე და სიყვარული ეს გაძლევს იმას, რომ სიხარული ქონდეს შემდეგ და ბედნიერებისთვისაც მზად იყო ადამიანი. ამიტომ ეს აუცილებელია და ღვთისაგან უნდა ვისწავლოთ, უნდა მოусმინოთ და მის რჩევებზე მეტი და მის დარიგებებზე მეტი ვირა უნდა მოხდეს, ხო? ხომ არ არსებობს ადამიანი მერձე მეტი შეგვაგონოს, არავინ არ არსებობს. და როდესაც თავის 10 მოწაფეს ნახავს, თომა არ არის იქ, სული წმინდასაც შებერავს და გადავა და ეუბნება, რომ რომელსაც მიუტევებთო, მიეტევოსო და რომელიც შეკრათო, შეკრული იყნესო. ჩვენ ქართულ ეკლესიაში ძალიან იშვიათად ვიყენებთ ხოლმე შეკრის იმას რა. ძირითადად აი როგორც უფალი გვიძახის ხოლმე თითოეულ ჩვენთანგანს რომ მივიდეთ ეკლესიაში, ხო? და საშუალებას გვაძლევს, რაც არ უნდა ცუდად ცხოვრობდეთ, ხო? გამოსწორდეთ და არაზუსტად მიკარგავს ცხონების საშუალებას, იმას და იფიქრო, გამოსწორდე ადამიანი, გამოსწორდე და დაიწყო ჭეშმარიტი ღვთის ძიება და ჭეშმარიტ ღმერთთან მიხვიდე. და მე მოწყალე ღმერთი, კარგად იცით რომ არავინ არ ვიმსახურებს სასწაულს, მაგრამ მოწყალე ღმერთი ჩვენთვის ეწამა, ჩვენთვის მოვიდა, ადამიანის უნება მიიღო, იშვა, ხო? სრული კაცი იყო და სრული ღმერთი არ შერეულა მასში ეს ორი ბუნება და ჩვენი ყოველი ცოდვის მერე, ხო? ფაქტიურად ხდება ჯვარცმა, უფლის ჯვარცმა ხდება. და უფლის ჯვარცმა რომ ხდება, თითოეული ჩვენთაგანი ჩვენი ცოდვებით, ხო? ღმერთს ჯვარს ვაცვალთ. ის ერთჯერადი ჯვარცმა კი არ იყო. ღმერთმა ჩვენი ცოდვები რომ იტვირთა იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს როცა არ ნავცოდოთ, ხო? ფიქრობთ თუ არა გამოსწორებას, ის ცდილობს, რომ ჩვენ მოგვაბრუნოს თავისკენ. ღმერთი მარტო იყო, ხო? გააჩერეთ რა, შედით ახლა რა. ერთ არსებას ამება მარტო იყო, ხო? მარტო იყო და ნეტარებაში იყო და არ უნდოდა რომ მარტო თვითონ ყოფილიყო ნეტარებაში. გააჩინა ზეციური ძალნი, შექმნა ეს სამყარო, ხო? და სამყაროს გვიგვინათ ადამიანი. და რითი გადაუხადეთ? ანგელოზებმა რაკნეს, ხო? სატანაელი იყო და სატანა გახდა. წარმოიდგინა რომ ღმერთთან რომ იყო, თვითონაც შეეძლო რაღაცა, ხო? თვითონ რომ დაიღუპა რამდენი, ვის მასთან იყო, გაყვა მას. ღმერთის ხარეს ვინც დარჩა ღვთის ნებით, ხო? ისინი ნათლის ანგელოზები არიან დღეს, ხოლო ისინი ვის წარსდგენ, მათ გამოსწორების საშუალება აღარ აქვს. ხოლო ადამიანს, ხო? რომელიც ხორცში ვართ და სულიც არის ჩვენში, ის სული, რომელიც ღმერთმა შთაგვერა, ჩვენ გვაქვს
თუ შევწოდავთ ხოლმე სინანულის განცდა უნდა გქონდეს. სინანულით ადამიანი ყოველთვის უბრუნდება ღმერთს. რაც უფრო დიდ სოდვილად ხედავს ადამიანი თავის თავს და ღმერთი მიუტევებს, მით უფრო მეტად შეუყვარდება ხოლმე ადამიანს ღმერთი და ღმერთს ადამიანი ამჟნობის მერე რა. ამიტომ ჩვენ შევეცადოთ, რომ ჩვენი თავი სწორად შევაფასოთ ხოლმე და სხვების შეფასება კი არ დავიწყოთ. თომა მოციქული არ იყო იქ და სანამ არ ნახავდა ისეთი იყო რა ადამიანები როგორ რაღაცა უნდა იხილო დაინახო მანამდე ხო ღმერთი სული მათთან იყო რა არ ხედავდა მკვდარი აღადგინა 4 დღის მკვდარი აღადგინა თუ რაღაცა ბრმასთვალე აუხილა რაღაცა მაგრამ მაინც თუ ისო დანარჩენებმა კიდე ნახეს და ირწმუნეს ხო და სანამ ხელს არ თვითონ ხელებსა და იმას არ უნახავდა ხო ფეხებს ხელს არ შეახებდა თითოეულ ნაშტებზე ვერ დავიჯერებოდა გამოეცხადება და უფალი ჩემი და ღმერთი ჩემიო რომ შეეხება მე ეტყვის და ეუბნება რა შენო იხილეო და წამსო და ნეტარ არიან ისინიო რომელთაც არ უხილაო და რომლებსაც წამს ჩემიო ეს ადამიანები თქვენ ხართ ანუ აი შეხედეთ რა რაოდენ დიდი რამე მოგცა ჩვენ ის ადამიანები რომლებიც მასთან ერთად იყვნენ ხედავდნენ და ყველაფერი მათთვის ხადე იყო და ჩვენ რომელიც არ გვიხილავს წამს უხილავის დაჯერებაა ხო სარწმუნოება რა მაგრამ ვიცით რომ ჩვენს გულშია და ჩვენს სულშია გვათხოვს ხო ნეტარები ხართ და იმ ნეტარებისთვის ხართ გამზადებული რაშიც თვითონ არის და თავისთან გვიძახის სადაც უფევს სასწრებელი რა სადაც უფევს იქ გიძახის ხო ადამიანს და ჩვენ ეს უნდა კარგად გავიგოთ ისინი ხედავდნენ და იცოდნენ რა თქვენ არ გიხილავთ და გწამთ ზოგმა მერეც იხილა რა ცხოვრებაში ვეხილა მაგრამ წამდა უკვე და გახადა ღირსი ხილვის მე მინდა ამიტომ ერთი რამე თქვა ჩვენ ხშირად ადამიანები საკუთარ თავს არ განვიკითხავთ რა მაგრამ ძალიან ნიჭიერები ვართ სხვების განკითხვაში და მე მინდა ჩვენი უახლოესი ისტორიიდან რაღაცა ესკურსები გავაკეთო ეხლა აი ნახეთ რომ ცოტა ხნის წინ პატრიარქი ამ ქვეყნიდან გავიდა მალე 40 იქნება და ეხა მოწყალე უფალის იმედი გვაქვს რომ უფალი გაითვალისწინებს ყველაფერს ცოცხალი ადამიანი იყო ხო ნებისმიერი ადამიანი არ არის კაცი რომელიც ხონდეს და არასწოდოსო ცოდვილები ვართ ყველანი და პატრიარქი ყოველთვის განიცდიდა ხოლმე თავის უღირსებას ჩვენგან განსხვავებით ისევე როგორც პავლე მოციქულს და ნებისმიერ ქრისტიანს ხო ყველაზე მეტად ცოდვილად მიაშთა ყოველთვის თავი ისე იყო პატრიარქი ურთიერთობებში გამოხატავდა მაგას ძალიან დაბალი იყო ყოველთვის ისე ვიყავი ხოლმე რა მასთან ხო ძალიან დიდი დრო მიწევდა ხოლმე ყოფნა და დღესაც შეწუნებული ვარ იმით აი რამბექნა სადამალულიყავი არ ვიცოდი თითქოს ჩემზე მცირე იყო ისე მეცეობდა მე ხა მაცხოვრის ვირივით რომ დამეჯერებინა რომ რამეს წარმოადგენდი რა წარმოედგინეთ რა ხშირად არის ხომ რომ ხარ მე მოგუსტება ადამიანი მერთა რა დაემართა ხო იმანგელოს ხო და რა გასაკვირია ადამიანთან ბევრს დაემართოს რომ უფრო დიდად წარმოედგინოს თავი ხო და მოწყალე უფალის იმედი მაქვს რომ მის სულს დაამკვიდრებს იქ სადაც მართალი განიშვენებენ და როგორც დღეს ლოცულობს ჩვენთვის ჩვენი უწმინდესი უდიდესი ლოცველი შეგვემატება უფალთან და რა ვნახეთ რა უწმინდესის სიკვდილი გახდა საჭირო რომ ქართველებს ერთმანეთის სულის სილამაზე და სიდიადე დაგვენახა ჩვენი ჭეშმარიტი ღმერთის დიდება დაგვენახა
როგორ იყვნენ ახალგაზრდები, პატარა თაობა, ხო, კაი, უფროსები, ძალიან უფროსები, შემდეგი თაობა, შუახნის ადამიანები, შედარებით ახალგაზრდები, კიდე შეხება ქონეს. პატარები და ახალგაზრდები როგორ იყვნენ, ხო? როგორ მიდიოდნენ, აი მოდიოდნენ და თხოვდნენ ხოლმე რომ მიგვიშვა. მიდიოდნენ და ისე აი საკუთარ ჯვარი ყველასერი ოჯახში რომ მიცვალებული ყავს, ვერ შეიყვან ხოლმე ადამიანს. და ყველა მოდიოდა ზოგჯერების ზადება უნდა და ხელი შეხება უნდა და იმისავით ვიყავით, ხო? ეხლა ყველას ვერ მიუშვდი და ვერ გააკეთებდი და შეიძლება გული ვატკინეთ ვიღაცას, მაგრამ ხო ვნახეთ რომ ქართველი ადამიანი როგორი იყო 6 საათი იყო 10 კი 14 საათიც იდნენ რომ მისულიყვნენ დუმარეთ და არ იკადრებდა რომ ურიგოდ გასულიყო. გვანახა თუ რა ნიჭია ქართველი კაცის იმაში, იმიტომ რომ ადრე სოფლიო პატრიარქმა ბრძანა და უწმიდესის ხშირად იმეორებდა და მეც ყოველთვის ხედავ, რომ თითოეული ქართველის გულში ქრისტეა. ერთმანეთს არ დაუყენებთ ცხოვრების გზა, არავინ არ ვიკადროთ ის რომ დაუყენებთ და რაზე ვამბობ რომ მე ბრწყინვალის ვიდეოში ეხლა რა ხედავთ რომ გამოითქვა აზრი რა კონკრეტული პოლიტიკური იმის მიმდინარეობის მიმდევრისაგან გამოითქვა აზრი რომ არასწორი იყო ეკლესიისგან დაშორება, ხო? ეკლესიასთან კავშირი უნდა ქონდეს, თუ გინდა ქვეყნის ცხოვრებაში მონაწილეობა, ღმერთის და ეკლესიის, ხო? გარეშე საზოგადოებრივი ცხოვრება ქართველისთვის წარმოუდგენელია. ეს შეიძლება სხვა ქვეყნებში რა, რუსეთში, უკრაინაში, ევროპაში, სხვადასხვა ირანში და იქ, ხო? სხვადასხვა ქვეყნებში ან მასა იყოს ან არა და ჩვენთან მაგის გარეშე, ხო? ვერ იქნება ადამიანი. და ჩვენ როგორ ვიცით ხოლმე, ხო, გადავხედავთ და ეხლა 9 წელს გაიხსენებ, იმას გაიხსენებ, ხო? და 9 წელს მერე ძალიან დიდი დროა გასული და ეხლა უბრალოდ თუ ადამიანების სულებში დაიგვიძა იმა რომ უნდათ ეკლესიაში მისვლა. ვის აქვს უფლება თუ წრფელად მოდის ადამიანი და იმას ქრისტეს გარდა ვინ გაარკვევს იტყუება თუ ჭეშმარიტი იმით მოდის ცენზურა დაუწყო ხო იმისას რა ეხლა როგორ არის რა ჩვენ ეხლა სამწუხაროდ ცუდ საქმეებს კი არ მოვიძულებთ ხოლმე არც ჩვენში და არც სხვებში რა ჩვენ თავი რაც არ მასულად ვიქცეოდით ხო გვიყვარს და სხვები რომ დააშავებენ და ეხლა როგორია ხო თქვა რა გაიხსენეთ იმ 9 წელს 150-ზე მეტ ახალგაზრდას ქუჩაში მოკლულს ამიგეთ ციხეებში ნაწამებ ხალხს იქაც რამდენი მოკვდა ხო ხო და როგორია ჭირის უფალმა და იმან ხო ეს დაივიწყოს და თუ ადამიანმა ხო გადაწყვიტა და ეხლა ვინც თქვა და კიდე სხვებმა ბევრს მაგაში მონაწილეობა მიღებული არ აქვს ხო თქვა მაგრამ ადამიანმა თუ სინანული გადაწყვიტა პეტრე მოციქული არ მიიღო უფალმა პავლე მოციქული არ მიიღო უფალმა სხვები არ მიიღო უფალმა რა თქმა უნდა მიიღო ხო არ უღალატ ეს უფალს ყველამ უღალატა რა უღალატა ხო? რადგან უღალატა ხო? მერე შეინანა. და როგორ შეინანის რამოდენად კევრის და რამოდენად სინანულის მერე შეინანის, ხო? დავაცადოთ ერთმანეთს რა იქნება სინანულში, იქნება ერთი ადამიანი მაინც გადარჩეს ხომ იქიდან. ეს რამოდენად სიხარული იქნება ზოგადად ზეცაში, ხო? ქრისტესთან რამოდენად სიხარული იქნება. რამდენი წელი ელოდება ქრისტე რომ მივიდეთ მასთან. და ჩვენ ერთი ხელის მოსმით, ხო? ვეუბნებით ხოლმე უარს. და რასთან მაქვს საქმე რა? გავიხსენოთ პანდემიის პერიოდი. აი ახლა ერთ რამეს ვიტყვი რა, ეხლა რო უშლიან. თქვათ ნაციონალური მოძრაობის წევრებს ეკლესიაში მოსვლას. გავიხსენოთ პანდემიის პერიოდს. გასაკეთებდა, ხო? მაშინდელი პარლამენტი, მაშინდელი მთავრობა, ხო? და მაშინდელი ოპოზიცია მთლიანად. ხელი რას მოაწევეს, ხო? ჩვენს წინააღმდეგ წავიდნენ რა, ქრისტეს წინააღმდეგ წავიდა ყველა.
აბა კარგად გადაიხედონ, ახარიას ნუ დააბრალებენ მარტო რა, იქ ვიყავიყო პატრიარქი და როგორ მოდიოდნენ, როგორ არა. და არ დაუშვებდი იმას, მე არც ეხლა არ დაუშვებ. რომ ვიღაცეებმა რაღაცეები, ხო, ეკლესიაში თუ არ არის იმათი საქმე, მაგი გაატარა. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი დახვდება პატრიარქმა და ყველაფერს გავაკეთებთ ისე რომ ეკლესიაც კარგად იმართოს და სახელმწიფოსაც გავაკეთებთ ყველაფერში. სხვის არავის არსად არ ჩავაყოფინებთ რა. კარგად გაითვალისწინოს ყველა. მაგის გარანტები ჩვენ ვართ. პატრიარქსაც ავირჩევთ, ჩვენი თავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება, ჩვენი არჩეული იქნება და რა თქმა უნდა ჩვენთან იქნება, ღმერთთან იქნება პირველ რიგში პასუხისმგებელი და ჩვენთან. დანარჩენი ხო ილუზიები ყველამ დაივიწყოს, ნუ ნერვიულობთ, ჩვენსაც დავაკეთებთ, ისე არ ვართ დაძაბუნებული, რომ გარედან გჭირდებოდეს ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ რა, აბსოლუტურად აქეთ გიკარნახებთ რა გააკეთოთ, რა არა ყველას. მით ჩარევას დააყენებთ. ამიტომ ერთი რამეა რა, მაშინ ყველა იყო რომ ეკლესიების დაკეთებას გვეუბნებოდნენ რა, ანუ რა ხდებოდა? მე მესმის იმათი, რაში მესმის იცით? შეეშინდათ და არ უნდათ რომ ადამიანები გარდაცვლილებდნენ. და ეგონათ რომ სიკეთეს აკეთებდნენ რა, მანდედან შევხედოთ რა, ბოროტები კი არ იყვნენ რა, ეგონათ რომ სიკეთეს გააკეთებდნენ. სინამდვილეში მორწმუნეს არ უკეთებდნენ, ხო? მორწმუნესთვის ის არის მიხვიდე ქრისტეს ეზიარო, ხო? მის ხორცს და სის ეზიარო რომ საუკუნო ცხოვრება ქონდეს, ბიჭო, ეს თუ წამართო. 200 წელი რომ მაცხოვრდა მათუსალასავით 969 წელი მაცხოვრო, რაში მჭირდება რა, რატო არ მეკითხები რა, მჭირდება თუ არ მჭირდება, ხო? მაშინ ყველა ერთად იყო. დღეს რა ხდება რა, მოინდომეს მოსვლა ნაწილმა. და აღმოჩნდა ის ადამიანთა ჯგუფი გამიკვირდა რა, ერთმა რო თქვა ის გამიკვირდა რა, ქალბატონი ნახე თავიდან ტელევიზორში. მე რო ვაყვნე ხო? ვიტო ჩვენ გადასაწყვეტს ხო? ნუ ეხებით იმას რა, ჩვენ გადასაწყვეტია. ეს ის არ არის რა, ადამიანს აუგზავნო. ის შეიძლება როცა მთავრობაში ხარ, აკრძალო, თქვა რა არ შეიძლება რა ქუჩაში რა. ტროტუარზეც არ დამაყენო თუნდაც რა. თუ გინდა ძალა თუ გავს, გააკეთე, მაგრამ ეკლესიაში ვინ მოვა რა შენი საქმეა რა. მე ერთი რამე მინდა ვთქვა, თუ ისინი ეკლესიურები არიან, მოზღვრები ხო ყავთ იმათ, ხო? დაუძახონ და დაარიგონ ხოლმე რა, ვიღაცა შევლელი ხო უნდა გავდეთ კაცო. ჩვენ რა კი არ დავძაბუნებულად ეკლესიაში ჩვენ ყველას დავიცავთ. ეხლა შეიძლება ნაციონალური მოძრაობის დამაბრალო, მაგრამ მე ქრისტიანად ვუყურებ ნებისმიერ ადამიანს რა. ვინ ჩემზე ძალიან რომელი ებრძოდა 2013 წლის 17 მაისს რომელი იყო იგი. დღევანდელ იმაზე ვიძახი რა, პარლამენტში ვინც არიან. ან როდის იყო ქვეყანას უჭირდა და იქ არ ვიყავი და მაგენი იქ იყო. ბოლო წლებში ხო? ბოლო წლებშიც რომ ავიღოთ რა, როდის მე ეკლესია გვერდზე გადავიდა, ან თუნდაც ჩემი იმით უცხოეთში თუ შიგნით რას ვაკეთებ, მაგრამ რას თქვენი საქმე არ არის, ნუ ვაკეთებთ იმას და ყველა მივხედოთ ჩვენ საქმეს. ჩვენი საქმით იყო დაკავებული, უწმიდესი შეიძლება ამ ქვეყნიდან გავიდა, მაგრამ საკმაოდ ძლიერი გუნდი დაგვტოვა რა. მე ცოცხალი ვარ, სხვებიც ისე არიან და ამიტომ ერთად ვიაროთ წინ რა. უნდა მოვიდნე რა, უწმიდესის პერიოდში იქ რო ვიყავი, ხომ, ბევრი მოვიდა რა. სხვადასხვა ისინი იყვნენ რა, მთელი საქართველო იქ იყო შეკრებილი. და რა კარგი იყო რა, არც პარტიული დაყოფა იყო არაფერი, კი ცდილობდნენ ერთად არ ვდგარიდნენ, მაგრამ მაინც ჩვენთან ყველა მოდიოდა. იმიტომ რომ საოცარია და დღეს თუ შერიგების შანსია და ერთად ცხოვრების შანსია, ხო? საქართველო ხო უფრო გაძლიერდება. ღმერთთან ყველას ადგილია, რა შეიძლება პარლამენტში გქონდეთ 150 ადგილი, თორემ ეკლესიაში ძალიან დიდი ადგილებია. ხო და ყველგან დიდი ადგილებია და ერთმანეთსა ნუ შეუშვით ხელს რა, ცხონების გზაზე ნუ შეუშვით ერთმანეთს ხელს. ვიყვარებოდეთ ურთიერთობას. ჩვენს გულებში და სულებში მშვიდობა იყოს.
არ ვარ ის ადამიანი რა ეხლა რასაც ვამბობ ხო მამა სიყვარულით ვამბობ და მართლა კეთილ განწყობილი ვარ დღევანდელ იმაზე რა მიუხედავად იმისა რომ შეიძლება მეგობრები არ მყავდეს რა ამ თავრობაში და ამ პარლამენტში და უმეტესობა საერთოდ არ ვიცნობდნენ მაგრამ ჩემი ქვეყნის მთავრობაა ჩემი ქვეყნის პარლამენტია და წარმატება მინდა იმას წარმატება ქვეყნის წარმატებაა მაგრამ ეკლესიურ რაღაცას როცა მოიფიქრებთ ხო ქუჩის კანონები და ის და სახელმწიფო კანონები თქვენ წერეთ და ჩვენსაც მოეხებით ჩვენსაც რა საერთოდ შეეხებით ან მოდით და ვკითხეთ რა და დაგარიგებთ რომ ჭკვიანად მოიხსეთ და იმისავით არ გამოხვიდეთ რა ეხლა ლენინის დრო ხო არ არის ეს საბჭოთა კავშირის დრო ხო არ არის ძლიერად ვართ რა და ეკლესიის იმას არც ერთი ადამიანის დაჭაგვროს ეკლესიაში მოხდა ვისაც უნდა არავის არ დავანებოთ რა თუ არა ნახეთ რა ცადეთ და რამდენი ხანი ცდით თითოეული ადამიანი მაგასაც ნახავთ ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაგახაროთ და არავინ არ ნახო რომ ეკლესიაში მოსული დაავკვოს პირადად გავყვები ბოლომდე მივყვები რა და ვერავინ ვერ უშველის რა ვერ ჩვენს ქვეყანაში და ვერც გარედან რა ვერავინ ვერ უშველის იმიტომ რომ ღმერთს უნდა ჩვენი ქართველების ერთობა პატრიარქს უნდა და ერთობა პატრიარქთან ისეთ თემებზე მას ნალაპარაკები სხვასთან არავისთან არ ლაპარაკობ და არც ერთ ეპისკოპოსთანაც და კარგად ვიცი როგორი საქართველო უნდა და რა უნდა ამიტომ ისე გავაკეთოთ რომ ყველა ჩვენი საქმე ვაკეთოთ ჩვენ არ ვერევით სახელმწიფო საქმეში არც სახელმწიფო არ ერევა რა ეხლა სიმართლეულად და უბრალოდ უვიცობის გამო და რომ უნდათ რომ კიდე კაი კათოლიკეები არ არიან თორემ რომის პაპზე კათოლიკეები იქნებოდნენ ან შეიძლება ინკვიზიცია ჩაეტარებინათ ეს ეხება როგორც იმათ რა ქვია რა ძველად ნაცები იყვნენ მასე ეხლა ესენი არიან მასე არ შეიძლება მასე რა თოდა დავფიქრეთ რა ქრისტეს ქვეყანა ღვთისმშობლის სიყვარული ქვეყანაა და შესაბამისად ვიცხოვოთ ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაგახაროთ ღმერთმა სულიწმიდის მართ დაგავსოთ იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანასთან ბოლომდე დაუდგებით დღევანდელი ჩემი ლაპარაკი არ ნიშნავს რომ კრიტიკოსი ვარ უბრალოდ ვეუბნები რომ ასეთი რაღაცები არ გააკეთოთ რა იმიტომ რომ ჩვენს იმას დაკარგავთ რა ჩვენს ხარდაჭერას დაკარგავთ და ვინ დაგრჩებათ რა აბა შეხედეთ ვინ დაგრჩებათ მე ეკლესიაში განწყობას გეუბნებით უკვე ჩვენს განწყობას გეუბნებით უკვე უყურებთ და კაია კარგახანია უყურებთ და უკვე რაღაცეები თუ დუმდით აღარ ვიქნებით გაჩერებული ვინც არ დავირჩიოთ დიდი ვარიანტია რომ ისეთი წავირჩიოთ ჩვენთან მისაღები იყოს და გარეთაც მისაღები იყოს ყველასთვის ხო მაგრამ იცოდეთ რა არის საკითხები ჩვენს გარეშე ვერავინ ვერაფერს ვერ გაიტანს რა ეგაც კარგად იცოდეთ ვისაც ხარს დაუჭერთ ის გახდება თან პატრიარქი მაგის კარგად იცოდეთ ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაგახაროთ ღმერთმა სულიწმიდის მართ დაგავსოთ და ვიყვარებოდეთ ურთიერთობას ისევე როგორც ღმერთმა იესო ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ ამინ ღმერთს ყველას ნეტარება უნდა რა გახდა რამდენი წელი უნდა ვიცოდეთ რას უჭამთ ერთმანეს ნერვებს ხო მოვიდეს ეკლესიაში და მატყუებს თუ არა ხო არის პრობლემაა თუ იტყვება რა რას მოიტყვება და ერთი კაცის რო გადარჩეს წარმოიდგინეთ რა რამოდენა სიმდიდრეა ეს ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ ნუ წავართმევთ რა ცხონების იმას რა მესმის რომ ძალიან ცუდი რამეები აქვს გაკეთებული რა ხომ არ ვამბობ რომ ის მაგრამ მე რო დამიждეთ ისეთ რამეებს გეტყვით შეგავსვით რა გარეთ ვერ ვლაპარაკობ ეხლა რა მე ჩემი ძლია რა ხომ იცით რომ იმაზე მეტი ვიცი ვიდრე სხვა ამიტომ უკეთესები თუ გარ მოდით და ერთ-ერთზე დაგელაპარაკებით რა შეიძლება უკეთესები არც მე არა ვარ ვინმეზე უკეთესი ერთი საქართველო ძლიერი საქართველო ვაშენთ კონკრეტად ტრების გარემოცვაში ვარ ირგვლივ რა და ღმერთმა არ დაუშვა საქართველოზე არაფერი არ დაუშვა და არავინ არ დაიბრალოს ხოლოდ ღმერთის დამსახურება იცოდეთ კარგად ვიცი ეს და პატრიარქმა იცოდა კარგად და ვაკეთებდით იმას რაც უნდა გავაკეთებინა იმიტომ მოვედით დღემდე ასე კარგად იცოდეთ მაგრამ ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაგახაროთ ყველაფერი კარგად იქნება თან იცოდეთ რა უბრალოდ გამოსულეთ რა ეს არავინ არ მიიღოსო ვინმე სამხარდამჭერი ვარ ვინმეს მოწინააღმდეგე უბრალოდ
არ მინდა რომ ქართველებს ვერ ვითარ რა ასე რა ზოგსო თავი რაღაც გონია და ზოგი შერისხულია რა მოვეშვათ უკვე რა მოვეშვათ პირადად მეც მომიკლეს დეიდაშვილი მომიკლეს რა უახლოესი ადამიანი მომიკლეს წინა იმისთვის არც გამოუცხადებიათ ისე მომიკლეს არ ვარ შურის მაძიებელი რა ღმერთია შურის მაძიებელი მე არ ვარ შურის მაძიებელი თორე რა რომელი დამედგება რა ჯვარი მწერია რომ მოვიდომო რა ვინმე გადაარჩენს ჯარი გადაარჩენს თუ ვინ გადაარჩენს ხო არა რა ღმერთი გვეუბნება რომ ნუ იქნები შურის მაძიებელი მე მაცალეთ მაგრამ ვინც მიხვდება და შეინანებს გადარჩება იმას ხო არ ვამბობ რომ ყლელები და ისინი რომლებიც ამაყობენ იმითი ვინც სინანულშია ხო ვინც სინანულშია ესე ეკლესია ბარისთვის მერთმა დაგლოცოთ მერთმა გაგახაროთ იმალე თორსავს ოქრო შინა ამინ ჩემი უახლოესი დეიდაშვილი მაქვს მოკლე აკამდე ხო არ მოგწონს